გუშინ იყო უმნიშვნელოვანესი სითხე, ახალი პატრიარქი ყავს და მოდი ზოგადად ამის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ გუშინდელი დღის და ვისაუბროთ ასევე ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაში. ნამდვილად ახალი ფურცელი გადაიშალა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. ყავს ახალი პატრიარქი, რომელიც ხოთაშორის ასაკითაც საკმაოდ ახალგაზრდა და ენერგიულია. რა შეიძლება ითქვას, პირველი რაც ცალსახად ჩვენი მხრიდან დასაფიქსირებელია კიდევ ერთხელ. როგორც კი ილია მეორე გარდაიცვალა და საუბარი წავიდა წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ, მათ შორის იქ ძალიან დიდი საინფორმაციო ნებათაღელვა მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ შენც შეამჩნევდი და ჩვენი მაყურებელი შეამჩნევდა, რომ მთელი რიგი ძალები, საინფორმაციო საშუალებები დიდწილად აი ამ საკითხით იყო დაკავებული და სხვადასხვა აზრებს არქვევდნენ ხოლმე ისეთი ხალხი საუბრობდა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეკლესიის შესახებ, ახალი პატრიარქის არჩევის წესების შესახებ, რომელსაც საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს არც ეკლესიასთან და ზოგადად მე მგონი საერთოდ ქრისტიანებიც არ არიან ზოგიერთი მათგანი. შესაბამისად, ჩვენ დავიკავეთ ისეთი პოზიცია, რომ ვინაიდან ეს არ არის საერო ადამიანების განსახილველი, საჯაროდ განსახილველი, თორე ხა ჩვენ შეიძლება ერთმანეთში იქ რაღაც უშუალო საუბრებში ჩვენი მოსაზრებები გაგვაჩნდეს, მაგრამ მე ვამბობ, აი პოლიტიკოსის გადმოსახედიდან, პოლიტიკური ძალის სტატუსში მქონე ჩვენ აი ნახე თუ თანხმდებით და ვამბობთ, რომ სახელმწიფო და ეკლესია უნდა იყოს გამიჯნური და ეკლესია არ უნდა ერეოდეს, აი იმ ხალხის გასაგონად ვამბობ, ვინც როგორც ჭირდება ისე ჭრის და კერავს, თუ ისინი ამბობენ, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მაშინ არც თვითონ არ უნდა ერეოდნენ ამ საქმეში პოლიტიკური ჭრილიდან. რა თქმა უნდა. ეს უნდა დაიცვა. მოდი კორექტირებას შევიტან, სინამდვილეში პოლიტიკა არის ყველაფერი, ხო, მათ შორის პოლიტიკა უზარმაზარ გავლენას ახდენს საეკლესიო ცხოვრებაზე და ეკლესიის ყოველდღიურობაზე. პოლიტიკა არის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ამას ჩვენ ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავთ, მაგრამ არსებობს პრეროგატივები, არსებობს უფლებამოსილება საერო ხელისუფლების და საერო დარგის და არსებობს პრეროგატივა და უფლებამოსილება ეკლესიის, რომელიც ძალიან მკაცრად არის გამიჯნული განსაკუთრებით კანონიკური წესების მიხედვით. და შესაბამისად იმისთვის, რომ აი ჩვენ ეს გარკვეული ნებათა ღელვა არ შეგვეტანა, ისედაც ცდილობდნენ ეკლესიის არაკეთილმოსურნეები რაღაცა манипуляციების მეშვეობით, სხვადასხვა პროპაგანდის მეშვეობით განხეთქილება შეეტანათ ეკლესიის რიგებში და ბუნებრივია, ხო, ეკლესიაც არის ცოცხალი ორგანიზმი, იქაც არის სხვადასხვა ძალები, იქაც არის გარკვეული ჯანსაღი კონკურენცია და ეგ ამაში ცუდი არაფერი არ არის, ხო? იმიტომ რომ ეს ინსტიტუტია, მრავალ საუკუნოვანი ინსტიტუტი, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარიყო რაღაცა პროცესებისთვის ხელის შეწყობა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ამ საკითხს ჩვენ საჯაროდ არ შევაფასებთ, ეს წმინდა სინოდის გადასაწყვეტია და წმინდა სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ცხადია ამას პატივისცემით, მოთმინებით და როგორც საჭიროა ქრისტიანი როგორც უნდა დახვდეს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ეგრე უნდა მივიღოთ და მოხდა გუშინ წინ ეს არჩევა ახალი პატრიარქის საგულისხმოა, რომ აი ძალიან ჩემზე აი გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა, მე არასოდეს არ მინახია, ხო, ეხლა პირველად მოხდა ჩვენი თაობის ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ამის პირდაპირ ტრანსლირება, ეხლა იქ ლიტერატურით და ცხადია წესები კი ვიცოდი როგორ ხდება ეკლესიის კანონიკი და კანონიკის მიხედვით, მაგრამ აი უშუალოდ ამ ცერემონიის, ამ პროცესის ხილვა, ეს ჩვენ თაობას
ერთხელ ეღირსა, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ აირჩიეს წინა პატრიარქი, ხო, არც არსებობდა, ჩვენი მამები იყვნენ ახალგაზრდები და ბაბუებიც ახალგაზრდები იყვნენ. ამიტომ თან მაშინაც არ ამგონია ეს პირდაპირ ეთერში ოფილი. ხო, ჯერ რამდენი ტელევიზია არის, ხო? და საბჭოთა კავშირის პროპაგანდის და საბჭოთა წყობილების ფორმატში მით უმეტეს. აქედან გამომდინარე, ჩემზე შტაბ-ეშტილება მოახდინა თვითონ ამ ცერემონიამ, წესებმა და იმ ურთიერთპატივისცემა, რომელიც აშკარად ეკლესიაში იგრძნობოდა. შეიძლება იქ ყველას არ კონდეს ერთმანეთთან რაღაც დაალაგებული ურთიერთობა და იქ ბუნებრივიც არის, ხო, ეხლა ამდენი ადამიანიცა, იმდენი გარკვეული შეხედულება, მაგრამ აი პატივისცემა, აი ამ მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტის და ეკლესიის მიმართ და აი ეს მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა, უწყვეტი მემკვიდრეობა და გამოცდილება აშკარად სახეზე იყო. და აი ხანდახან კი არა, აი ვინატრე, რომ აი ნეტა აი ეს ურთიერთდამოკიდებულება, აი ეს წესები, ეს წესრიგი, რომელიც ეკლესიაში არის, მიუხედავად პრობლემებისა, ნეტა აი ეს წესრიგი და ეს თამაშის წესები საერო დარგშიც, საერო ხელისუფლებაში, საერო პოლიტიკაშიც გქონდეს ურთიერთპატივისცემა, გარკვეული ერთიანი თამაშის წესები, რომელსაც ყველა ემორჩილება, ხელისუფლებას და მათ შორის ჩვენც ოპოზიცია. თუმცა, სამწუხაროდ სახელმწიფოებრივი გამოცდილება ჩვენ არ აქვს დიდი, ანუ მით უმეტეს ვერ დავიკვეხნით ახლა, რომ მრავალსაუკუნოვანი რაღაცა ისა გვაქვს. სახელმწიფოებრივი გამოცდილება და მემკვიდრეობა ჩვენ პრაქტიკულად მე-18 საუკუნის მერე სახელმწიფო როგორც ასეთი, რომელსაც ჩვენ მართავდით, არ ქონდა ამის შესაძლებლობა აგერ 91 წლიდან მოგვეცა და როგორც ჩანს, აი ეს საუკუნის 1/3 არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ეს გარკვეული ერთიანი თამაშის წესები ქონოდა, იმისთვის, რომ რაღაც სტაბილურობა და ჰარმონიული პროცესები ყოფილიყო. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო უნიშნულოვანესი პროცესი და მე იმედი მაქვს აი თავიდანვე აღვნიშნე, რომ აი ეს ახალგაზრდა პატრიარქი, რომელიც ეტყობა, რომ ენერგიულად არის და ეტყობა, რომ შესაძლებლობები აქვს მას, შეუდგება იმ საკითხების მოგვარებით, მათ შორის იმ პრობლემების მოგვარებით, რომელიც შეიძლება ეკლესიაშიც არის და მათ შორის ჩვენს ერშიც არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ საკითხებსაც, რა საკითხებშიც ჩვენს გვეხება, ჩვეულებრივ ადამიანებს, მოქალაქეებს, მათ შორის საჯარო პოლიტიკასაც რაც ეხება, იქაც გარკვეულ პოზიტიურ როლს შეასრულებს ახალი პატრიარქი. აი, როგორი მემკვიდრეობა ჩაიბარა მან 77-ში, როცა მოხდა ილია მეორის აღსაყდრება, იყო უმძიმესი მდგომარეობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის იყო საბრძოლი, 53-ში კი მოხდა აღიარება, მაგრამ მაშინ ახლა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩაკეტილი იმპერიის ნაწილი ვიყავით, ცხადია, ამის აღიარება მსოფლიოში არ მომხდარა, იმიტომ რომ კოორდინაცია იყო საჭირო და ცხადია საქართველოს მაშინ ამას ვერ შეძლებდა და მერე უკვე 90-იანებში უწმინდესმა რაღაც მართლა ტიტანური შრომა გასწია, რომ საქართველოს ეკლესიის საერთოდ ეღიარებინათ, რომ ავტოკეფალური ეკლესია ვართ. ამას მისი არაერთი ინტერვიუ და ვიდეო არსებობს, ყოველთვის თვითონ ყვება რა ამხელა შრომა გასწია. მე რთული პერიოდები იყო 59 წლის განმავლობაში და მოვედით დღემდე. აი დღეს უკვე და ახალგაზრდა არის ნამდვილად შიო 69-იანია თუ არ მეშტება 56-17 წლის არის. 60-ის არ არის ყოველ შემთხვევაში. და როგორია მისი მემკვიდრეობა, აი რა პირობებიდან უწევს მას ახლა უკვე გაუძღვეს როგორც კათოლიკოს პატრიარქის
ასე ვთქვათ, სტატუსში უკვე გაუძღვეს ამ ურთულეს საქმეს. უღურე მემკვიდრეობას აქვს ორი განზომილება. ერთის მხრივ მას აქვს ძალიან კარგი მემკვიდრეობა, განსაკუთრებით ილია მეორის შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად თავიდანვე დაარსა ინსტიტუციონალურ დონეზე არ გულისხმობ, სტრუქტურულ დონეზე თავიდან ააწყო, იმიტომ რომ დაშლილი იყო. ეკლესიამ თავიდან სტრუქტურულად ააწყო ეს ინსტიტუტი და მას გამართული სტრუქტურული ინსტიტუტი ერგო წილად, რომელსაც უბრალოდ ხელმძღვანელობა ჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ პრობლემა რაშია? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი სახელმწიფო და სამწუხაროდ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მათ შორის განსაზღვრავს პოლიტიკურ შეხედულებებს. ჩვენი სახელმწიფო არ არის ქრისტიანული სახელმწიფო, მოდი ასე ვთქვათ. ჩვენი ინსტიტუციონალური შემადგენელი, ჩვენი მსოფლმხედველობა მათ შორის სახელმწიფოსი, აი სტრუქტურულ დონეზე არ არის ქრისტიანობაზე დაყრდნობილი. ჩვენ გვაქვს ლიბერალური სახელმწიფო. მე მეცაც ვიტყოდი, წინააღმდეგობრივია. ანუ ჩვენს რელიგიურ იდენტობასთან, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის თავარი განსაზღვრელია პრინციპში, პოლიტიკური იდენტობა ამასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეიძლება გაკონსერვატორებული ხელისუფლების პირობებში ფორმალურად რაღაცა ილუზია იქნება თითქოს მობრუნდნენ, მაგრამ იდეაში ისევ წინააღმდეგობაში. უყურე, თან ამ შემთხვევაში აქ არის გულისხმება მარტო კონკრეტული პერსონები და ხელისუფლების წარმომადგენლები. თვითონ ჩვენი სახელმწიფო არის გაჯერებული ამ სეკულარული ლიბერალური იდეებით. და თან ეს ყველაფერი მათ შორის ასახულია გარკვეულ კანონებშიც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასთან, კონკორდატი და ეკლესიის როლს აღიარებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფოს ფუნდამენტი, დნმ-ის დონეზე, ან თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ცალსახად ლიბერალური. ანუ სახელმწიფოს დონეზე, როდესაც ხდება რაღაცა გადაწყვეტილების მიღება, რომ გავამარტივოთ, რაში ვლინდება ეს რომ ლიბერალურია. როდესაც რაღაცაა მისაღები, რაღაცა გადაწყვეტილებაა მისაღები. მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვენი სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მიღებისას ქრისტიანობას და ქრისტიანულ შეხედულებას კი არ ეყრდნობა, ეყრდნობა ლიბერალურ შეხედულებას. და ამას გულისხმობდა სხვათა შორის, მათ შორის ეს როგორც ჩანს, ბოკერია, როდესაც ამბობდა, რომ რაღაც ეკლესიამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს. ანუ მაგალითად, იგივე LGBT საკითხი ვახსენეთ, ხო? უნდა შეეძლო თუ არა ამ LGBT ადამიანებს საკუთარი ამ მენტალური პათოლოგიის ნორმალიზების უფლება უნდა კონდეთ თუ არა. სიამდვილეში ეგ რა პროცესია, თუნდაც გეი პარადი, თუნდაც ამ კუთხით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები. ანუ რაც დარღვევაა, რაც პათოლოგია, იმის ნორმად გასაღება. მეტი კი არაფერი არ არის. ანუ რაც ცუდია, იმის კარგად ჩვენება. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს თუ არა, ლიბერალური სახელმწიფო ცალსახად ამბობს, რომ უნდა მივიღოთ პათოლოგია, პირიქით, სიჟანსაღეთ უნდა გამოვაცხადოთ. სიგიჟე ნორმად უნდა დავაფიქსიროთ. და ქრისტიანული სახელმწიფო ცალსახად გასცემს პასუხს. ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ქრისტიანულ დოგმებს, ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ ღირებულებებთან, ამიტომ თუ სახელმწიფო ქრისტიანულია, ამაზე უარყოფითი პასუხი უნდა გააჩნდეს.